საღამოშვიდობისა მადლობა თქვენ პირიქით შესაძლებლობისთვის. ბატონიკა, პირველ რიგში დავიწყოთ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლით. თქვენ რამდენად გქონდათ მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაძლოა განცხადება გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილზე ან ნიკა გვარამიაზე, რისი მოლოდინიც გამოთქვა რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა? იცით, მოლოდინის სხვადასხვა არსებობდა საზოგადოებაში. ბუნებრივია თუ თქვენ გულისხმობთ ახლა რამდენად ველოდებოდი მე რომ ქალბატონი ზურაბიშვილი დღეს გააკეთებდა განცხადებას და თავისუფლებას დაუბრუნებდა ნიკა გვარამიას ან კონკრეტულ საფრთხეს იტყოდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეხლა სიმართლე გითხრათ, მე აი ამ ტრიბუნიდან არ მქონდა მისგან მოლოდინი რომ დიდწილად ამ საკითხს საფუძვლიანად შეეხებოდა. მე უბრალოდ იმედს ვიტოვებ, რომ ის ევროპული და დასავლური და ბოლო პერიოდში მართლაც რიტორიკა, რომელიც ეროვნული ინტერესების მატარებელიც არის, რთულია შეეწინააღმდეგო მას, თუ კი საკითხი დგება, რამდენად მოგწონს ქალბატონ ზურაბიშვილის რიტორიკა, გზავნილები ბოლო პერიოდში თუ ძალიან ჩასაფრებული არ ახარ. უბრალოდ ახლა მოლოდინი არის დიდ ნაწილში საზოგადოების, რომ ამას მოყვება კონკრეტული ქმედებები. გასაგებია, რომ შეწყალება ქალბატონი ზურაბიშვილის არა ვალდებულება, არამედ უფლებაა, რამდენადაც უკანონოდ დაპატიმრებულ პატიმრებზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ის ხელთ მოკლედ ხელთ აქვს და შეპყრობილი არის ქალბატონი ზურაბიშვილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, აი ამ ბერკეტით, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მდგომარეობით მან ეს არ გამოიყენა და მე არ მინდა უბრალოდ ვიყო არაშედეგზე ორიენტირებული და კონტრპროდუქტიული ერთის მხრივ ძაფრად გავაკრიტიკო ქალბატონი ზურაბიშვილი და მეორე მხრივ მაინც მქონდეს მცირე, მაგრამ მაინც მქონდეს იმედი, რომ დაუბრუნებს პოლიტიკურ პატიმრებს თავისუფლებას და იმ პოლარიზაციას გარკვეულწილად მაინც შეამცირებს, რომელზეც მან დღეს უხვად ისაუბრა. ამიტომ იმედს, რა თქმა უნდა, ვიტოვებ, უბრალოდ დრო ახლა ქართულ სახელმწიფოზე არ მუშაობს, მაშინ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის ცნება არის ნორმად ქცეული, ქალბატონ ზურაბიშვილს შეუძლია ამას დაუსვას დროებით მაინც წერტილი. დაველოდოთ მომავალ პერიოდს და ნათელი გახდება თუ რა ნაბიჯს გადადგამს იგი. სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც გამოიწვია პარტიაში შემდგომ შიდა არჩევნები, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ თქვენ ახლა დღეს მე მერთვებით ცალკე ოფისიდან, სადაც რამდენიმე თვეა საქმიანობთ. ფაქტი არის, რომ როდესაც იგივე თქვენ სოციალურ ქსელს ვადევნებთ თვალს, ცალკე აქტივობებს გეგმავთ. ანუ რატომ არ არის დღეს ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის პარტიის ცენტრალურ ოფისში? მადლობა ამ შეკითხვისთვის. ძალიან ბევრ ადამიანს ბოლო წლების განმავლობაში რატომღაც მცდარი აზრი ჩამოყალიბდა, რომ მე პარტიის თავმჯდომარე გახდით წლების განმავლობაში, 6-7-8 წლის განმავლობაში, არა სინამდვილეში სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდი პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ამ პარტიას მე როდესაც შემოვერთდი, უამრავ სხვა ადამიანთან ერთად და ადგილზე დამხვდა ბევრი მართლაც ღირსეული პატრიოტი წევრი, ხო მოვედი სიახლის პრეტენზიით და ვცდილობდი გამეტარებინა ის პოლიტიკა, რომელსაც ვატარებდი და მინდოდა ამ პარტიის კიდევ უფრო მეტად მიმღებლობა გაზრდილიყო საზოგადოებაში და გაგიკვირდებათ და პარადოქსალურად შეიძლება ასევე მოგეჩვენოთ, რომ უკანასკნელი არჩევნები, რომელიც ჩატარდა და შევაჩერეთ თქვენს ყურადღებას, დროსაც არ წააგართვეთ იმაზე საუბრით, თუ რამდენად მიუღებელი, უდრო და არასასარგებლო იყო ის, რაც მოხდა პარტიაში, ან დღეის გადმოსახედიდან რეტროსპექტივაში ნამდვილად მიმაჩნია, რომ ჩემ თავს, როგორც ცალკე აღებული ერთი პოლიტიკოსისთვის, რაც მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ მოხდა კარგი ვარ, ბევრად უფრო მოტივირებული, ბევრად უფრო ენერგიული, ბევრად უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის არა პარტიული თანამდებობა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია და სულ სხვა ცნება პარტიული თანამდებობა და პოლიტიკური ლიდერობა, ორი სხვადასხვა რამ არის და შესაძლებელია ბევრი თვალსაზრისით არაფერი საერთოც არ ჰქონდეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის სახალხო მხარდაჭერის ლეგიტიმაცია მქონდეს და ვცდილობ, რომ ვიყო ძალიან აქტიური, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში
საზოგადოებრივ სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობისას და მიუხედავად იმისა არ ჩანდი საჯარო სივრცეში აქტიურად თვალჩადოთ მარტის მოვლენებს და რამდენიმე ტელეგადაცემას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან აქტიურად არ ვიყავი პოლიტიკით დაკავებული და რამაც კიდევ ერთხელ და დამატებით სხვა ოპტიკით დამანახა საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესი. კიდევ უფრო ნათლად დავინახე რა სჭირდება ქართულ ხალხს და რა უნდა ქართულ საზოგადოებას. ამიტომ პარტიული თანამდებობა ზემოთ ვახსენე განგებ რომ მე მთელი 7 წლის განმავლობაში არანაირი თავმჯდომარე არ ყოფილვარ, ხომ? არ მიშლიდა ხელს ყოფილიყავი აქტიური ადამიანი, როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე სხვადასხვა სივრცეებში. ამიტომ შეიძლება ასე ითქვას, დიახ, ზოგი ჭირი მარგებელია, მე ხშირად ვამბობ კერძო საუბრებში, რომ დამთავრდა არჩევნების შედეგები ისე როგორც დამთავრდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვთვლიდე თავს 100,000-ობით ოპოზიციურად განწყობილი საქართველოს მოქალაქის თანამოაზრეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ბრძოლაში განსაკუთრებით, რომელსაც მართებულად უწოდებთ ცივილიზაციურ ბრძოლას. მნიშვნელოვანია და მჯერა რომ ვარ იქ, სადაც არის ხალხის ნება, მჯერა რომ ვარ იქ, სადაც არის მართალი სიტყვა, მაგრამ მოვიდა პერიოდი, როდესაც გარდა იმისა, რომ უნდა თქვა მართალი სიტყვა, უნდა იბრძოლო ამ სიმართლისთვის და არსებული და დამატებითი თანამოაზრეები დარწმუნებული ვარ. ცალკე გეგმავთ, აი უთანხმებთ თუ არა ამ აქტივობებს პარტიის ახალ თავმჯდომარეს, ახალ მენეჯმენტს, რა დონეზეა თქვენ შორის ურთიერთობა და კომუნიკაცია? ეს არაფერში არ მიშლის ხელს პირდაპირ ამ პოლიტიკაში ყოფნისას ჩემთვის მნიშვნელოვანია მთავარი წყარო ლეგიტიმაციისა და ქართველი ხალხი საქართველოს მოქალაქე და ძალიან აქტიურად ვარ ამ პროცესში ჩართული. თავდაბლობის გარეშე გეტყვით, შეიძლება ჩემს ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად დღეს მდგომარეობით თუ ვინმე არის ძალიან აქტიურად კომუნიკაციაში საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ვარ მე და ძალიან ბევრი კიდე სხვა ადამიანი. კოორდინაცია, რა თქმა უნდა, არსებულ პარტიულ მენეჯმენტთან არ არსებობს, არსებობს საკითხები, რომლის გარშემოდაც ბუნებრივად ხდება კონსოლიდაცია, არა მხოლოდ რაღაცა ცალკე აღებული ერთი ამ შემთხვევაში ნაციონალ მოძრაობის პარტიის წევრებისგან, არამედ მთელი საზოგადოების მხრიდანაც ხომ არის საკითხები, განსაკუთრებით ეროვნული საკითხები, რომელიც უსიტყვოდ საჭიროებს და შეთანხმების გარეშეც ხდება კონსოლიდაცია და ერთფერფულში. მაგრამ რამდენად ნორმალურია ბატონ ნიკა, თქვენ ხომ პარტიაში ნორმალურია. ამ კოორდინაცია არ არის სახელმძღვანელობასთან. აი ეს რამდენად როგორ უნდა? ჩემთვის ავსებით ნორმალურია. ჩემთვის მე პოლიტიკაში პარტია არ არის იდეა. ჩემთვის პარტია ყოველთვის იყო ინსტრუმენტი, რომ შენი შეხედულებები, შენი ხედვები განგეხორციელებია გეგმები. პარტია არ არის არც საარჩევნო ნომერი, არც ცენტრალური ოფისი ან არაცენტრალური ოფისი. ჩემთვის დიახაც პოლიტიკა არის ხალხთან ერთად საქმის კეთება და მომავალზე ორიენტირება და არა წასულში მუდმივად ქექვა. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ კითხავთ ამისვით ახლა ზემოთ, რამდენად გეგმავთ ცალკე პოლიტიკური პარტიის შექმნას თანამოაზრეებთან ერთად. ამ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხი ჩემის მხრიდან არ უნდა მოდიოდეს და არც ჩემი თუნდაც 100 ან 200 თანამოაზრის მხრიდან, ხომ? ეს საკითხი მე ასე მიმაჩნია, მე ასეთი ხედვა მქონდა ყოველთვის და მაქვს და მექნება. ეს დაკვეთა უნდა მოდიოდეს საზოგადოებიდან. და არის ეს დაკვეთა საზოგადოებისგან ბატონი თუ დაინახავს პოლიტიკოსი ამ დაგვარ დაკვეთას, პოლიტიკოსი ამ დაკვეთას უნდა პასუხობდეს. ამ ეტაპზე მე ვარ ძალიან აქტიურად ჩართული და კიდევ უფრო აქტიურად ვიქნები, ისეთი როგორც ძალიან ბევრს ვახსოვარ. ბევრი რამის გადაფასებით უკვე ამ პროცესში ჩართული. უახლოესი მომავალი ჩვენ გვაჩვენებს რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება ამა თუ იმ პოლიტიკოს. ხო, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ნიკამელია დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. არა, მე ამაზე არ ვფიქრობ, პირდაპირ გეუბნებით. ჩვენ მე ვარ იმ ბრძოლაში გადაჭარბების გარეშე გონია ყოველ შემთხვევაში. მე თუნდაც მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა შემოვერთი 2013 წელს და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ნაბიჯს ჩემს მიერ გადადგმულს არ მიესალმა,
2013 წელი მაქვს ხედულობაში ბევრი მიზეზის გამო მე მჯეროდა რომ ვიყავი იქ სადაც იყო სიმართლე მართლაც მჯეროდა სხვა საკითხია თქვენ ან ძალიან ბევრ სხვა ადამიანს გარედან რა შთაბეჭდილება გჭებოდათ ვიყავი თუ არა იქ სადაც იყო სიმართლე მაგრამ თავარია მე მჯეროდა რომ მე ვებსახურებოდი სიმართლეს და ბუნებრივია ბევრი რამის ცვლილება მსურდა და ბევრი რამ მოვახერხე ბევრი რამ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ჩემთვის აი საუბარი არის ხოლმე ხშირად მესმის დღესაც ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობდა პოლარიზაციაზე. საზოგადოებაში პოლარიზაცია არის ხელოვნური, მექანიკური, არის საკითხები, რომლის თაობაზე არანაირი პოლარიზაცია არ არის. აი ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქართულ ტრადიციას, ქართულ სახელმწიფოს, ეროვნულ იდეას ხო რაც არის ნაწილი ჩვენი გენეტიკისა და იდენტობის აქ არანაირი პოლარიზაცია არ არსებობს ევროპისკენ სწრაფვა რომელიც გულისხმობს ცხოვრების მაღალ სტანდარტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აქ არანაირი პოლარიზაცია არ არსებობს და მე მიმაჩნია რომ პოლარიზაცია თუნდაც ხელოვნური მალევე დასრულდება როდესაც მთელი პოლიტიკური კლასი და არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი შევთანხმდებით მომავალზე და შევეშვებით წარსულში ქექვას და შევთანხმდებით რომ 91-2003 წლის პერიოდის კალკით გადმოტანას კი არ უნდა ცდილობდეს მავანი 2003-2012 წლის პერიოდის გადმოთამაშებას კი არ უნდა ცდილობდეს 2023-24-25 წლებში არამედ მომავლისკენ უნდა მივემართებოდეთ და უნდა შევთანხმდეთ რა ვსტოვებთ აწმოში, რა ვსტოვებთ წარსულში და რასთან ერთად მივდივართ მომავალში. ამას მე მიმაჩნია რომ მნიშვნელოვნად დაჭირდება პოლიტიკური კლასის ცვლილება, მათ შორის დამოკიდებულების თვალსაზრისით, მათ შორის ფიზიკურადაც მე მიმაჩნია რომ გაჯანსაღება პოლიტიკურ კლასს ნამდვილად სჭირდება. მე თუ მაქვს პრეტენზია საკუთარ თავს უწოდებდე პოლიტიკოს, ხომ? აუცილებლად უნდა მქონდეს სწორება საქართველოს მოქალაქეზე და საზოგადოებაზე და საზოგადოებას დღეს დაახლოებით არა დიდწილად ვიცი რა დაკვეთა აქვს. ჩვენ პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში ვიყავით მოწყვეტილნი საზოგადოებრივ საჭიროებებს. გასაგებია, როდესაც ჩვენ საუბრობთ რუსულ ინტერესზე, რომელიც პრევალირებს დღეს ეროვნულ ინტერესს, როდესაც საუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელიც პირდაპირ ატარებს რუსულ ინტერესს ქვეყანაში და ეს არ ხდება მხოლოდ ქართული ოცნების პირობებში, ხომ? ეხლა აწეულების წინ საუკუნეების განმავლობაში ეს პრობლემა არსებობდა და კოლაბორაციონისტი მთავრობა სამწუხაროდ მხოლოდ ქართული ოცნების სახით პირველად არ მოევლინა ამ ქვეყანას. აი ასეთი პრობლემები ისტორიულადაც ქართულ ერს გადაუჭრია ერთობით, თუმცა ერთობით სწორი ღირებულებების გარშემო და იდეის გარშემო და სწორ ერთობას სჭირდება სწორი ხალხის კონსოლიდაცია. მე მიმაჩნია რომ რიგი პოლიტიკოსები ამა თუ იმ პარტიაში რომელთაც აქვს პრეტენზია რომ მართავდნენ მომავალში ქვეყანას და იყვნენ მართვის სადავეებთან კონსოლიდაცია როგორც ასეთი ცნება ანუ არსებითი სახელი მათ საერთოდ არ აღიარეს და მიაჩნიათ რომ ვის გულისხმობთ ბატონიკა ცვლილება კი არ არის მნიშვნელოვანი არამედ ჩანაცვლება და საზოგადოებას მე დარწმუნებული ვარ ცვლილება უნდა და არა ჩანაცვლება დღეს ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი ბიზინა ივანიშვილი რომელიც ასევე ოლიგარქებთან ერთად რომელიც მან აქ ჩამოაყალიბა და ღრმად ფესვებში გაჯდა უკვე ატარებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს, რუსულ ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. ის აუცილებლად უნდა დაამარცხდეს, მაგრამ მომავალში არც ერთი პოტენციური ოლიგარქით იგი არ უნდა ჩანაცვლდეს და მე მიმაჩნია რომ ვერც მოხდება. ბატონიკა, მაგრამ თქვენი დამოუკიდებელი აქტივობები გასაგებია თქვენ რაზეც საუბრობთ, მაგრამ აი ეს რა არის ამაში ცუდი თამთა? არის პოლიტიკური ლიდერობა. არა, რამდენად იღებენ ამას ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილისთვის რამდენად მისაღებია ეს მათ უნდა კითხოთ. გააქვთ რამე კომუნიკაცია ხაბეიშვილთან ბატონიკა? არანაირი კომუნიკაცია არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს. რატომ? არ თვლი საჭიროდ რომ მქონდეს კომუნიკაცია ვინაიდან მას შემდეგ რაც არ ვიცი მათ უნდა გკითხოთ თამთა მე ნამდვილად მიმაჩნია რომ ჩვენი თაობის წარმომადგენლები ღია თქვენთვის და ყველა ადამიანისთვის და არ მინდა მას შემდეგ რაც მათ გააკეთეს თამთა თუ მაცრით მას შემდეგ რაც მათ კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს
დიახაც ეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები სიმართლე გითხრათ ამ გადასახედიდან რას ემსახურებოდა გარდა პარტიის მნიშვნელოვანი დასუსტებისა, გახლეჩვისა და არაფორმალური მართვის მოდელის დანერგვისა პარტიაში სიმართლე გითხრათ არც მესმის. არ მინდა დავიჯერო რომ მათ ეს ყველაფერი ასე უნდოდათ. ნუ უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ფაქტია ასე გამოუვიდათ, ხომ? ასე გამოუვიდათ, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტია არ არის თვითყოფადი, იმართება ხშირ შემთხვევაში ქვეყნის საზღვრებს გარედან, საიდანაც შეუძლებელია სულ კეთილი განზრახვა ჰქონდეს, შენ ადეკვატურად აღიქვა კონტექსტი აქ ადგილზე. ეს ხოლმე შობს რბილად რო ვთქვათ პრობლემებს, გაშვებინებს შეცდომებს და თუ რას ფიქრობს დღევანდელად თქვენ ახსენეთ მენეჯმენტზე, პარტიულ მენეჯმენტზე მეკითხებოდით, ალბათ ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევლებზე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მოსაზრება უფრო მნიშვნელოვანი არის. მე განამდვილებით ვიცი თუ რას ფიქრობს დიდი ნაწილი მათ შორის პარტიის ამორჩევლებისა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ჩემი სწორი მუშაობის შედეგად ჩვენი პარტიის ამორჩეველი, ტრადიციული ამორჩეველი ნაწილი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე. მე სამწუხაროდ მიწევს აღიარება, რომ ფენომენი გადაუწყვეტელი ამორჩევლის, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომ მოიმხრო ახალი ამორჩეველი და შედეგი ამით გააუმჯობესო, მთლიანად უგულობყოფილი და ეს ცნება აბსოლუტურად აღარ არსებობს დღეს მდგომარეობით. მეტიც უბრალოდ გადაწყვეტილი ამორჩეველი გადააქციეს დიდი ნაწილი მათგანი გადაუწყვეტლად. ყველაფერს საზოგადოება განжის მომავალში. ანუ ლევან ხაბეიშვილმა დააკარგინა ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერები, ბატონო. ჩემთვის მნიშვნელოვანი უინტერესოც არის მასზე საუბარი და ამ პრობლემებზე საუბარი. მაგრამ ის თავმჯდომარეა თქვენი პოლიტიკური ძალა. სათქმელი არა, ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე მოწოდებით ყოველთვის დღიდან ამ პროცესში ჩართვიდან დღემდე და მრავალი წელი ვაპირებ კიდევ პოლიტიკაში ყოფნას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო საზოგადოებასთან, ხალხთან ძალიან ახლოს. მე დღეს ვიცი რა სჭირდება საზოგადოებას, რა ბრძოლის გაჩაღება სურს, სად შესაძლებელი გახდება კონსოლიდაცია, ერთობა, რა იდეის გარშემო და ხა ცალკე აღებული რომელიმე მენეჯმენტის წარმომადგენელი ხა რას ფიქრობს, რა გააკეთა, რას აპირებს, ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრე. თელმა ქვეყანა მიცეს, იმიტომ რომ ყოველ დღე მე მიწევს ხალხთან ურთიერთობა და მიხარია რომ მათ თითქმის ყველამ იცის სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე. მე პოლიტიკაში როდესაც შემოვედი და არც თუ ისე ადვილ პერიოდში დიახაც არ ვიფიქროთ რომ არ ხედავდი პრობლემებს. რა თქმა უნდა ძალიან დიდ პრობლემას ხედავდი და არა ერთს. ხო ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს არჩევნები არ წაუგია იმისათვის რომ ბათუმი ააშენა, ეკონომიკა ვითარდებოდა, სიღნაღი შენდებოდა, ინფრასტრუქტურა უმჯობესდებოდა, ცხოვრების სტანდარტი მაღლდებოდა, მოდერნიზდა სახელმწიფო. ამისთვის ნაციონალურ მოძრაობას რომ არ წაუგია 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, მე ეს კარგად ხონდა გაცნობიერებული. ხო წააგო ბევრი სხვა მიზეზის გამო, ძალმომრეობის გამო, არასაკმარისი გულად რო ვთქვათ, კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო, ძალოვან უწყებებს და ასე შემდეგ. და ჩემთვის ტრაგიკულია, ჩემთვის ტკინვეულია 2023 წელს დღეს ვხედავდე რიგი ადამიანების მხრიდან იმ მანკიერებების რესტავრაციის მცდელობას, რაც ყოველთვის თავი დავანებოთ, ვერასოდეს ვერ იქნება მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან. ამიტომ აპრიორი ასეთ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ასხივებს მხოლოდ რაღაცა ტკინვეულ ფანტომს, 1, 2 ან 3 წარსულიდან, რა თქმა უნდა, საზოგადოება ხარს არ დაუჭერს, ჩემთვის ეს არის მტკინვეული, მაშინ როდესაც რუსული ოლიგარქატი ყავს ქვეყანაში დასამარცხებელი, მაგრამ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ზოგჯერ ყველაზე რთულ კომპლექსურ პრობლემასაც აქვს მარტივი გამოსავალი და მე მჯერა ბატონიკა, თავარი მიზეზი რის გამოც ვადამდელი შიდა არჩევნები ჩატარდა, რის გამოც თქვენ მისამართით გამოთქვამდნენ პრეტენზიებს და შენიშვნებს იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პასიურობაში გდებდნენ ბრალს. დღეს რამდენად აქტიურია პარტია ამ მიმართულებით, რა ნაბიჯები იდგმება სააკაშვილის გასათავისუფლებლად?
თქვენ საზოგადოებაც, მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი აქტიური წევრი ამ ყველაფერს ხედავს, ხო? ხედავს, იყო საუბარი კამპანიის ფარგლებში მეორე მხრიდან, რომ საკმარისი იყო თავმჯდომარის შეცდომა და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებოდა. ჩემი პოზიცია იყო, რომ პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება შეიცვლება და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, ზოგადად პოლიტიკური პატიმრობა ჩაბარდება წარსულს, რაც არის მუხრუჭი ქვეყნის ყველა დარგის განვითარების პროცესში. ჩვენ ხედავთ, თქვენც ხედავთ და ყველა ხედავს რა დაპირებები იყო გაცემული და რა განხორციელდა, ან არ განხორციელდა. მე ვფიქრობ, რომ ურთულეს მდგომარეობაშია დღეს ახალი მენეჯმენტი, ვინაიდან მათ ის პირობები რაც გასცეს, ჩემი შეფასებით ვერაფერიც ვერ შეასრულეს და ნიშანწყალიც არ სჩანს, რომ ამის განხორციელებლები არიან და მეტიც ვაკვირდები დრო და დრო მესმის ვკითხულობ, მათ ახლა უყალიბდებათ ის პოზიცია, რაც მე უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებული მაქვს და არც დამიმოლავს თქვენთვის, ანუ მაყურებლებისთვის და უზიარებდი მათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება მოიტანს მთელი რიგი მანკიერებების დასრულებას. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის, ნამდვილად სამწუხაროა, ვიცი, გასაგებია, ჩვენ პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში ვართ წინააღმდეგობრივი რეპუტაციის, მათ შორის მეც, ხო, ყველა და ვიღაცას ყავს ხარდაჭერი, მეტი, ნაკლები, როცა ხარდაჭერა დიდი გაქვს, იქვე გაქვს არანაკლები მოწინააღმდეგე ჯგუფები, ხო, შენს წინააღმდეგ მომართული, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც რეალურად არა რევანში, არა ჩაგვრა, არამედ პროგრესი აინტერესებს, აცნობიერებს უკვე, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობა ქვეყნის განვითარებას არ ადგება და არც საერთაშორისო მაგრამ ბატონიკა სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე. ეს არ იყო დამაფიქრებელი პირადად მაგალითად თქვენთვის, იმიტომ რომ იყო ბევრი რამ შეიძლება დამაფიქრებელი ყოფილიყო, თამთა ბევრი რამ პირველ რიგში ის რომ ინსტრუმენტალიზაცია მოახდინეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრის, რომელიც იმ მდგომარეობაში იყო და არის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში და პრაქტიკულად მისი ხსენებაც არ არის. ყოველ დღეში 5 ჯერ მადანაშაულებდნენ იმაში, რომ მე არაფერს არ ვაკეთებდი მიხეილ სააკაშვილის დახსნისთვის, ხომ? და დღეს პრაქტიკულად არც კი საუბრობენ. და თუ კი საუბრობენ, ამის მიღმა არანაირი ნაბიჯი არ იდგება. და სხვა რამეს ვამბობდი, თამთა თქვენთვისაც მე ვიცი და ყოველდღეში ეჭვია მეპარება, რომ არ იყავით არასოდეს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი, ხომ? და მომავალში შესაძლოა არც არასოდეს გახდეთ, ხომ? მით უმეტეს, როდესაც ამ მდგომარეობას აკვირდებით, რაც ახლა პარტიაში არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენს კი შეიძლება უკვე მყარად გაქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არ შეიძლება ქვეყანაში პრეზიდენტი ყავდეს საპრობილეში გამოკეტილი. ედუარდ შევარდნაძის პატიმრობის მიზეზი არ შეიძლებოდა გამოინახა მიხეილ სააკაშვილის 2000 მაგრამ არის სასამართლო გადაწყვეტილებები, ბატონიკა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, თამთა, ნუ კამათობთ იმაზე, რაც გირგლიანის საქმეზე. ნუ კამათობთ იმაზე, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ინტერესს. აქ პერსონიფიცირებული ზიზღი არ მიმართოთ ვინმეს მიმართ. და ვერ დადგებოდა სასამართლო გადაწყვეტილებები ედუარდ შევარდნაძის მიმართ, რა თქმა უნდა დადგებოდა. მაგრამ არ ამგონია, რომ ნაციონალური მოძრაობამ კარგ ნაწილში რაც მოახერხა და გაეკეთებია იმის ნახევარი მაინც, თუ კი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს მაშინ დააპატიმრებდა ახლად არჩეული ნაციონალური მოძრაობა, როგორც ქვეყნის მართველი ბატონიკა, როდესაც გავაწლები და ყველა პოლიტიკური პატიმარი იქნება თავისუფალი. როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგიდან გამოქვეყნდა, თქვენ დიახ, აი უბრალოდ ბევრი დრო არ გრჩება და მინდა ყველა თემა მოვასწრო. დრო რომელიც იკარგება ჩემი 8 წლის ამ დროსთვის იკარგება. მე მახსოვს, როდესაც 8 წლის ვიყავი, 90-იანი წლები იყო და ახლა ვიხსენებ, რას გავდა სახელმწიფო და
სად იყო მაშინ ჩემი თანატოლი ინგლისელი ბავშვი და სად იყავი მე და ფრანგი. იგივეა დღესაც, დიახაც ევროპული იდეის გარშემო, ქართული იდეის გარშემო უჭირდება გაერთიანება, რომელიც გულისხმობს მდიდარ სახელმწიფოს, მდიდარ ქართულ სოფელს და არა რუსულ, ასე თქვა, დეგრადირებულ სოფელს, ხო? აი ეს არის რაც ქვეყანაში როდესაც სტრასბურგის სასამართლო გამოქვეყნდა, თქვენ გააკეთეთ ასეთი განცხადება, რომ ესე იგი პარტიის შიგნით არსებულმა დაპირისპირებამ მოახდინა თითქოს აი ესე იგი არ იყო საჭირო აი ამ გადაწყვეტილების მოლოდინში პარტიის შიგნით თქვა განხეთქილება და დაპირისპირება და იგივე შიდა არჩევნების ჩატარება. ანუ ამ დაპირისპირების არარსებობის პერიოდში პირობებში რა შეიცვლებოდა ამ შემთხვევაში იგივე სტრასბურგის სასამართლოდან არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების არ გამოყენების შესახებ. რამე მოხდა უკანასკნელი თვეების თამთა მესმის გაცემული მაქვს ამ კითხვებზე მრავალჯერ პასუხი და არ დაგზარდებით და გაგცემთ. თუ კი რამე მოხდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში და თუ კი რამის წისქვილზე ამ პროცესმა დაასხა წყალი, ეს ბიზინა ივანიშვილის ანუ იმ ძალის წინააღმდეგ თითქოს მებრძოლმა ძალამ მოახერხა და დაასხა წისქვილზე წყალი და ამით გააძლიერა და დაასუსტა იგივე ის მიზანი და ის ამოცანა, რომელსაც ჩვენ თითქოს ვემსახურებოდით ყველა ერთად. ეხლა მომავალი გვაჩვენებს რა მოხდა, იყო თუ არა შორს მიმავალი გეგმები. მე რა თქმა უნდა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არაფერი შემთხვევით პოლიტიკაში არ ხდება. ნამდვილად არ ხდება და დარწმუნებულიც ვარ, რომ გარე, შიდა ძალების მიერ იყო ინსპირირებული ეს პროცესი და მიხარია, რომ საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად ხედავს სად იყო და სად არის ახლა სიმართლე და სიყალბე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყავს ფსევდო ხელისუფლება, ფსევდო პრემიერ-მინისტრი, რომელიც საგანგაშო, აი თუ კი გაგვაკვირვებდა კიდევ ბატონი ღარიბაშვილის განცხადებები საერთაშორისო არენიდან გაკეთებული, ალბათ ბევრს არ ეგონა, მაგრამ უკვე ღიად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და გმობს მაგალითად იმას, რაც კონსტიტუციურად არის უზრუნველყოფილი და გადის კონსტიტუციური სივრციდან და თითქოს ავიწყდება და საუბრობს ნატოზე, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაზე, როგორც კინობით სისტემაზე. არადა ნატო შეიქმნა რუსეთის წინააღმდეგ, შეიქმნა რუსული აგრესიის შესაკავებლად და ყველა სახელმწიფო, რომელიც თავის დროზე ნატოში გაწევრიანდა, არის დაცული ამ ველური ურდოსგან, ამ შემთხვევაში პუტინის რუსეთისგან. და როდესაც გამოდიხარ შენ ბატონი ღარიბაშვილი, ფსევდო პრემიერ-მინისტრი და ქადაგებ ფსევდო ღირებულებებზე, ფსევდო შვიდობაზე და ცდილობ, რომ შეურაცხყოფა მიაყენო საქართველოს მოსახლეობის ინტელექტს და ამბობ, რომ უკრაინას რახან ქონდა მისწრაფება ცივილიზაციისკენ, ანუ უნდოდა რომ ყოფილიყო დაცული, აი ამიტომ დაისაჯა უკრაინა. არადა ამ დროს საქართველოს კონსტიტუციით არის ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი, ხო? ნუ თუ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელთა უდიდესმა ნაწილმა ამაზე ვკითხავთ ჩვენ შემდგომ სტუმარს ბატონიკა. რუსეთი და მოლაპარაკება, არა, მაგრამ მანამდე თქვენს პარტია როგორც ვიცი ქართული ოცნები წამოადგენდა და რასიზმს გარდა რას გეტყვით გარდა იმისა, რომ დროშას აღმართავს ირაკლი ღარიბაშვილის და ბიზინა ივანიშვილის. მე მინდა თქვენ მაყურებელს მიმართოთ, ზუსტად მაყურებელო. რუსეთი და მოლაპარაკება, რუსეთი და შვიდობა, რუსეთი და შეთანხმება, ეს ხომ უბრალოდ შეუთავსებელი ცნებები იყო და არის და იქნება მუდმივად. თუ კი ვინმეს შეუბღალავს ქართული იდენტობა, რელიგია, კულტურა, ტრადიცია, ეს იყო განსაკუთრებით ბოლო 200 წლის განმავლობაში რუსეთი და ყველა აგრესიას, სამხედრო თავდასხმებს, ოკუპაციას, ანექსიას, ექსპანსიას, ხო, რითი ამართლებდა ბოლო აი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი. ნატო-თი, თითქოს ნატო არის რაღაცა გამოგონილი მტერი და ამიტომ ის იძულებულია მოძმე სახელმწიფოები დაითმოს. სად იყო მაგალითად 1801 წელს ნატო, როდესაც ტრაქტატის პირობები დაარღვია რუსეთმა და გააუქმა ქართული სამეფო. სად იყო ნატო 1921 წელს? ან თუნდაც 1989 წლის 9 აპრილსაც მოიქონდა რუსეთს თავისი მიზეზი, რითიც ამართლებდა ქართველების და საქართველოს მოსახლეობის ბატონიკა, დრო მეწურება ეროვნული ინტერესის შებრალვა იყო
ეროვნული იდეის არ გამარჯვების დაშვება, ამით იმის თქვა მინდა, რომ რუსეთი არის ისტორიული ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი, რომელიც ამ ქვეყანაში დეგრადაციას უწყობს ხელს. თქვენ რამდენად, დიახ, ისევ რომ დაუბრუნდეთ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ნიკამელია რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას. დიახ, ნიკამელია რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას იმ მოცემულობაზე, რომელიც შეიქმნა შიდა არჩევნების შემდეგ პარტიაში, იმიტომ რომ თქვენც გადანაშაულებენ თანაგუნდელებით ქართული ოცნების სასარგებლო ნარატივის გავრცელებაში, როდესაც ოლიგარქად მოიხსენიეთ დავით კეზერაშვილი. ანუ ფაქტია, რომ ამ დაპირისპირების შემდეგ განვითარდა პროცესები ისე, როგორც განვითარდა და საჯარო გახდა შიდა განხილვა. საზოგადოება მომავალი ყოველთვის არა მარტო ჩვენს რეალობაში, მომავალი ყოველთვის ყველა კითხვას პასუხს სცემს. მე ვთქვი, რომ ოლიგარქი დღეს არის ერთადერთი თანაც რუსული ინტერესების გამტარებელი, მაგრამ დიახაც შეინიშნება გარშემო არემარე ადამიანები, რომლებსაც ცვლილება კი არ უნდათ ხელისუფლების. და ცვლილება კი არ უნდათ ქვეყანაში რეალობის, არამედ ჩანაცვლება უნდათ და ამას არ დაუშვებს არც მე რო თავი დამანებოთ, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. დიახაც, ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კონდეს გულწრფელი კომუნიკაცია და ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი იმას, რასაც ვხედავ. და როდესაც დავინახე პროცესი, რომელიც ასუსტებს ოპოზიციურ ბრძოლას, თავი დავანებოთ განსაკუთრებით დაცულ მოძრაობას, რა თქმა უნდა, ვილაპარაკე, ვისაუბრე და კიდევ ვისაუბრე. მაგრამ პირველ რიგში, როცა ვამბობ ასუსტებს, ამავე დროს დასუსტება ერთი ცხრილ, მაგრამ გაძლიერებს ბიძინა ივანიშვილს. ყველაფერი რაც გააკეთეს და ყველაფერი რაც გაკეთდა, იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გაძლიერებისთვის გაკეთებული. და მე ამ პროცესში 11 წლის განმავლობაში ბევრი თვალსაზრისით ბევრი კონკრეტული ფაქტი დამიმტკიცებია, რამდენად მიუღებელია ჩემთვის არაფორმალური მმართველობა, ზოგადად ოლიგარქატი, როგორც ფენომენი. და ბუნებრივია, ვის უნდა გაკვირვებოდა, რომ მე ამ ყველაფერს, ანუ არაფორმალურ ჩრდილოურ მმართველობას შევეწინააღმდეგებოდი, მეორე გუნდის მეორე ნაწილი კატეგორიულად უარყოფს მათ არაფორმალურ მმართველობას. იგივე ლევან ბეჟაშვილმა ამ ეთერში თქვა, რომ მაქსიმალ ერთადერთი, რასაც ისინი დახმარების სახით იღებენ კეზერაშვილისგან, არის მის მიერ დაფუძნებულ ტელევიზიაში სატელევიზიო პლატფორმის აქტიური გამოყენება, ხშირი სტუმრობა ოპოზიციის. როგორ გამოიხატება ეს არაფორმალური მმართველობა? საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ყველაფერს გრძნობს, მას ჩვენ ვერ მოვატყვილებთ. როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას სჯერა. საზოგადოებას სჯერა საკუთარი თვალების, საკუთარი ყურების, რომელიც სხვადასხვა სმენა გამახვილებულია ახლა, განსაკუთრებით როგორც არასოდეს საზოგადოებას უნდა ცვლილება, რომელიც მოიტანს ქვეყანაში მაღალი ხარისხის ცხოვრებას, რომელიც მოიტანს სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას, რომელიც მოიტანს შემწყნარებლობას, დიახაც, რომელიც მოიტანს გაერთიანებას. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. მე გძნობ, რომ ქვეყანაში უამრავი ადამიანი, აბსოლუტური უმრავლესობა, აი ქრისტიანულ დემოკრატიული იდეის მატარებელი და მეც მათ რიგს მივეკუთვნები, რომელთათვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება, ქართული იდენტობის შენარჩუნება, კულტურის შენარჩუნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და გძნობ ერთის მხრივ, აი დაუოყებელ სურვილს, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ერთხელ და სამუდამოდ სამშვიდობოს გავიყვანოთ ეს ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს ხედავ ხელისუფლებაში ხო ხედავ, ხო? და ამიტომაც ვებრძვი მათ 11 წლის განმავლობაში, მაგრამ ვიღაცაება ალბათ იფიქრეს, რომ იცით რა მოვიდა დრო, სადაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილი მე ჩავანაცვლო. და რა მიზანი და ინტერესი აქვს? ძველი გავლენების აღდგენა და დაბრუნება? მნიშვნელოვანია ქართველი თამთა ჩემთვის მათაც ძალიან მე ზუსტად ვიცი და გძნობ ამას, რომ სულ უფრო და უფრო მაღალი ხარისხის სახალხო ხარდაჭერა მაქვს და მექნება ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაც გადაწყვეტს საზოგადოება, ის განხორციელდება. ვერც ერთი კულუარული, ვერც ერთი კულისებში რაღაცა არაფორმალური გადაწყვეტილებები ვერ მოახდენს საქართველოს ისტორიული არჩევანის გადაწერას. ვერ მოხდება ეს. ეს ვერ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ვერ გააკეთებს ვერავინ. დიახაც, დღეს თუ ავიგებთ
ქართულ ოცნებას და ავიღებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, იქ ჩვენ დავინახავთ ბევრ განმასხვავებელ ნიშანს და განა ვერ ხედავ ძირითადად ხედავ საგარეო პოლიტიკური კურსს შორის სხვაობას, ხო, ღიად დეკლარირებული რუსული ყაიდის ხელისუფლება, ქართული ოცნება და მაგალითად დეკლარირებული ევროპული ყაიდის პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ძალიან ბევრი საერთო ნიშანი ასევე ჩამოუყალიბდა ნაციონალური მოძრაობის ამ ახალ მენეჯმენტს ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან. არა გამჭირვალობა, რომელიც არ არის ევროპა. გამჭირვალობაა ევროპა, ღიაობაა ევროპა, გახსნილობაა ევროპა, დიახაც და ეს არ არის საკმარისი. ხაბეიშვილის ნაცვლად დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ კეზერაშვილი და მერაბიშვილი? პროდასავლურად უბრალოდ დეკლარირების დონეზე. მე მიმაჩნია, რომ გამარჯვება ქართველი ხალხის იქნება გარდაუვალი. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ უდიდესი კონტრასტული სხვაობა დავანახოთ საზოგადოებას, მათ შორის თქვენ და თქვენს მაყურებლებს. მორალური სიცხადე შევიტანოთ ყველა პროცესში, იყოს მეტი გულწრფელობა და ნაკლები სიყალბე. დღეს მე პოლიტიკურ ველზე ვხედავ უდიდესი ხარისხის სიყალბეს. მე აქტიურად ჩართული პოლიტიკოსიც კი აი ძალიან ბევრ გამოსვლელს ტელევიზიით ვეღარ ვუსმენ, იმიტომ რომ აპრიორი ვიცი, რომ მატყვილებს. ოპოზიციონერ ლიდერებსაც გულისხმობთ? პოლიტიკური კლასი, დიახაც არიან ასეთებიც. საზოგადოება ამას ხედავს. თავი დავანებოთ ქართულ ოცნებას, იქ გასაგებია რა ხდება, საერთოდ ნიშანწყალიც არ არის დამოუკიდებლად მოქმედებისა, ხომ? და მწრულად ამ ვითარებაში მაშინ ბატონიკა როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, ანუ ოპოზიციის გაერთიანებას მხარს უჭერთ? თუ ასეთ სიყალბეს ხედავთ, აი როგორ გესახებათ ხელისუფლებისთვის ბრძოლა? ოპოზიციის გაერთიანება მომხდარა ხელოვნურად, მექანიკურად, წარუმატებლად, მაგრამ თუ კი რამე გაერთიანებაზე ოდესმე საუბარი იქნება, ღირებულებების გარშემო, იდეის გარშემო გაერთიანება უნდა მოხდეს. და არა ის, რომ ორს მიუმატოთ 2, იქნება 4, ასე ვერ იქნება. მექანიკურად, მოკლედ, შეჯვარება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების რესურს ხედავთ ერთობის მიღწევის? მე რესურს ხედავ საზოგადოებას და მუშაობის პროცესში. მართა გეუბნებით, აი, სწორად გამიგეთ. არასოდეს დაახლოებით საკუთარი თავი მახსენდება 2020 წლის გდანის არჩევნებში, როდესაც გვძნობდი საზოგადოების ხარდაჭერას და მჯეროდა გამარჯვების. და სამწუხაროდ მთელი ქვეყნის ფარგლებში ერთადერთი ოლქი აღმოჩნდა, სადაც ოპოზიციამ გავიმარჯვეთ, ხომ, პირველ ტურში. არ აღმოჩნდა ეს საკმარისი, მე განხორციელდა რა თქმა უნდა პოლიტიკური საპარლამენტო ბოიკოტი და მე სხვადასხვა პროცესება ეს ოპოზიციური წინააღმდეგობა შეანელეს, მათ შორის ქართული ოცნების აქტიური ჩართულობით. აი დაახლოებით იგივე მხარდაჭერას გრძნობა ხო, რომელიც არის უფრო და უფრო მზარდი. ჩემთვის აი მე იცით რომ არ ვთაკილობ თუნდაც ძალიან მკვეთრი განცხადებების გაკეთებას და არ ვიხევ არასოდეს უკან. უბრალოდ რაც უფრო დრო გადის, აი უინტერესოა ჩემთვის, მაგალითად აი შეკითხვებზე პასუხების გაცემა, ვინაიდან ხედავ ძალიან დიდ რესურს მუშაობის ველზე საზოგადოებასთან. და მე მინდა რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯეროს, რომ ცვლილებები არის შესაძლებელი. შესაძლებელია რომ ხელისუფლება, როდესაც შეიცვლება, მართალი ხალხი მოვიდეს მართვისადავეებთან. და არა გადამდიდრებული დიდწილად ქართველი ხალხის ხარჯზე, რომელსაც სტადიად კიდევ უფრო გამდიდრება. ვგრძნობ, რომ საზოგადოებაში იქნება შესაბამისი ხარდაჭერა, რომელიც მართვისადავეებთან მოიყვანს დემოკრატიულ ძალებს და ისინი ემსახურებიან და იქნებიან ქართველი ხალხის ბატონიკა, რადგან თქვენ ისე რჩებით, ზუგდიდელთან, ბათუმელთან, თბილისელთან, ქუთაისელთან და მათ შორის არ იქნება ქედმაღლური დამოკიდებულება. რადგან თქვენ ისე ჯერ ისე რჩებით ხომ ნაციონალურ მოძრაობაში, როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლა? იცი არა, დავასრულებ შეკითხვას, არა. პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ უნდა გადაინაცვლოს პროცესს, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ხაბეიშვილმა ბოიკოტი გამოაცხადა, შემდეგ ეს ბოიკოტის შეწყდა, ანუ არათანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგა. პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს წარმოდგენილი სრულფასოვნად თუ არა? მათ დაუძახეთ, მოიპატიჟეთ. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ როგორ გესახებათ? თქვენ არის მართვისადავეებთან, ისინი არაფორმალური მმართველები თქვენ ახლა არ ჩაგეთვებიან.
თუმცა დროდადრო ერთვებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მართალ სწორ სახელმწიფოებრივ ეროვნულ პროცესს უკვე აქვს. უბრალოდ არის მთელი რიგი შემაკავებელი, შემაფერხებელი ფაქტორები, რომელიც დროდადრო უბრალოდ ამ მართალ საზოგადოებას მორალურ უპირატესობას აკარგინებს, იმიტომ რომ ქართული ოცნების რუსული ტიპის პროპაგანდა თავისას მაინც შვება. მე მიმაჩნია, რომ ცვლილება იქნება გარდაუვალი უახლოეს პერიოდში. მაქსიმუმ 2020 წელს მე მჯერა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე, მათ შორის თელს პოლიტიკურ კლასში იქნება ძირეული ცვლილებები და ქართველი ხალხი გაყვება სიმართლეს, გაყვება მართალ სიტყვას და როგორც უკვე სულ თავში ვთქვი, არა მხოლოდ მართალ სიტყვას, არამედ მართალი სიტყვის გარშემო გაერთიანებას და ამ მართალი სიტყვის დასაცავად, ანუ ბრძოლას მართალი სიტყვისთვის, მართალი საქმისთვის. მე მჯერა, რომ ქართული ოცნება ვერ გაუძლებს ამ წნეხს და არ გამოუვა ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს პარლამენტში, ბატონო ნიკა, თუ პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ვისაც ექნება ხარდაჭერა, არა, რატომ, ანუ მე ვფიქრობ, აი აბსოლუტურად სულ სხვა რამეს საუბრობთ, ამთა კონტექსტიდან ამოგლეჯილი კითხები მან გაგცემთ, კი ბატონო, ყველა ის ზალა იქნება შესაბამისი პროპორციით წარმოდგენილი, ვისაც ექნება ასევე ადეკვატური ან შესაბამისი ხარდაჭერა, მეტი თუ ნაკლები. მე ვხედავ, რომ ქართული საზოგადოება ახლა სულ სხვა დაკვეთას აძლევს ოპოზიციურ და ეს დაკვეთა არ არის საკანონმდებლო საქმიანობა? რომელიც არსებულ პარლამენტზე საუბრებით? დიახ. იცით რა, მე სიმართლე გითხრათ, ჩემი პოზიცია ბევრჯერ მithქვამს, მე მგონია, რომ ქვეყანაში სადაც რუსული ტიპის მმართველობაა და პრაქტიკულად ყველაფერი რუსული, არა მხოლოდ რუსული ავია მიმოსვლები რუსული თვითმფრინავებით ხორციელდება, არა მხოლოდ რუსული კანონ პროექტი ხან რეგისტრირდება და მერე საზოგადოების წნეხის შედეგად ამას გამოიწვევენ, ხო? რუსული ტიპის მმართველობა, როდესაც აღიარებული გაქვს შენ, მე ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა რუსული ტიპის მმართველობასთან, თუნდაც პარლამენტში ვერ არის ძალიან ბევრი ადამიანის მიერ გამართლებული. ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ არსებულ პარლამენტს საერთოდ ლეგიტიმაცია აქვს, გინდათ ოპოზიცია. ხო, მაგრამ სულ რაღაც ერთი წლის წინ თქვენ ამბობდით, რომ პარლამენტში სრულფასოვანი მუშაობა იყო საჭირო და ყველა ბერკეტის გამოყენება იყო აუცილებელი. 2022 წლის დასაწყისი იყო, თუ სწორად მახსოვს. მე ძალიან კარგად მახსოვს, რაც ვამბობდი. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ბოიკოტი იყო, მოხდა ჩემი დაპატიმრება, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პარტია სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ქონდა, ვინაიდან ბოიკოტი შეწყდა და აქ აღარ შევა უბრალოდ სიღრმეებში. მე ვამბობდი, რომ თუ კი ბოიკოტს, მოკლედ, ან ხარ პარლამენტში, ან არ ხარ პარლამენტში ხარ და ბოიკოტი თუ ხარ, ჯობია იყო და იბრძოლო, ხო? და ეხლა თან იყო და თან ბოიკოტს უცხადე და ეს იყო ჩემთვის გაუგებარი და ახლაც გაუგებარი. მაშინ აი ბოლო შეკითხვას დაგისვამ სწორედ ამ თემაზე, ბატონო ნიკა. ნახეთ, აი ლევან ბეჟაშვილის დიახ. თუ კი რამე არ აინტერესებს, მე მეწუნეთ თამთა რა. მე როგორც თქვენ არ შეგედავებით, აი თქვენს სარედაქციო პოლიტიკაში არ ვიცი ხა როგორიც გავთ, ისეთი გავთ, ხომ? იცით ახლა თქვენი საქმე, ხო, მეწუნეთ რომ თუ კი რამე არ აინტერესებს დღეს ქართულ ხალხს და თუ კი რამეს არ აღიარებს არის ქართული პარლამენტი, რომელიც თავისი შინაარსით ქართული აღარც არის. ვინაიდან იქ არის უმრავლესობაში რუსული ხელისუფლების წარმომადგენლობა, რომელიც ჯერა რომ არის პოზიციაში, რომელიც უგულებელყოფს აპრიორი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და გადაიქცნენ მაპატიე და ცეხავიკებად და კლებულობს საზოგადოების შემოსავალი და იზრდება ხარჯები, ეს არ ადარდებთ, აგერ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხო საუბარი ბევრი მიმდინარეობს, რომ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლის შემოსავალიც არ ყოფნის საკვებს. მაგრამ ბატონიკა, ნახეთ, აი ბოლო შეკითხვას დაგისვამ თქვენ, დიახ, ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეთ ვიცე-სპიკერად. ნახეთ და თქვით, რომ აი სკამებისთვის ბრძოლა. ნახეთ, აი რა მინდა იცით კითხოთ. ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ მას ეს პოზიცია სჭირდება საგარეო პოზიციონირებისთვის, რომ საჭიროა ყველა ბერკეტის გაყიდვა. რატომ გაქვთ პრეტენზია, როდესაც ერთი წლის წინ თავადაც ამბობთ, რომ თუ პარლამენტში ხარ და ბოიკოტს არ აცხადებ, მაშინ სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში და ყველა ბერკეტი აითვისო, რასაც ოპოზიცია
ოპოზიცია არის საშუალებაც ოპოზიციას აქვს. პოზიციას აითვისებს, ყველა პოზიციას აითვისებს, ეს მე არ მithქვა. არა, ნუ ეს ეხლა როდესაც მას შემდეგ ეს თქვენ თქვით ეხლა და ხო ბერკეტების გამოყენებაზე საუბრობდით, სრულფასოვან საქმიანობაზე, დიახ. ნუ მიუღებელია, ამორალურია, ჩემთვის მიუღებელია დაინიშნოს ოპოზიციონერი, რაც არ უნდა რეგლამენტით იყოს გათვალისწინებული პაპუაშვილის მოადგილედ. მიუღებელია ჩემთვის, როცა მას ეძახი რუსს. ანუ რუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარება სამართლიანად. მიუღებელია ეს ყველაფერი ჩემთვის, როდესაც შარლ-მიშელის შეთანხმება თავზე გადაახიეს თელს განვითარებულ სამყაროს, როდესაც შესაბამის საგამოძიებო კომისიები არ იქნება, ასე ეს ვთქვი, მაგრამ ესეც აღარ მაინტერესებს პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ქართული, აი დღეს პარლამენტარების უმრავლესობა ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს. ამაზე თავს დავდებ. დღეს აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტართა არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ინტერესს. და ძალიან მალე მოვა დრო, დადგება რეალობა, რომელიც არ იქნება ასეთი, როგორიც არის, რაც მოდის წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ნებასთან. და აქედანაც გამომდინარეობს ბევრი პრობლემა. პირველ რიგში აღარ იქნება ქართული ოცნება ხელისუფლებაში, რომელიც მხოლოდ სახელწოდებით შეიძლება მოიხსენიებოდეს როგორც ქართული შინაარსი თავიდან ბოლომდე თხემით ტერფამდე არის უკვე რუსული, მაგრამ ოპოზიციაც და მე იმედი მაქვს რომ ძალიან მცირე ნაწილით იქნება ქართული ოცნება ოპოზიციაშიც შემდეგ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოდგენილი, იქნება მეტად ადეკვატური. დღეს ამ პრობლემას ხელშესახებად ხედავ, როდესაც ნიჰილიზმი გაშა საბრძოლო. აი ბოლო კითხვა, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ იქნება ეს ცვლილება გარდაუვალი, როცა თვითონ თქვენს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას დღეს ერთიანობის პრობლემა აქვს, რომელიც შიდა არჩევნების შემდეგ უფრო გამწოდა, თავადაც თქვით, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ბევრ სიყალბეს ხედავთ. ამ ვითარებაში როგორ არის ცვლილებების მიღწევა? პირიქით, იქ სადაც არ ელოდება გარღვევას ქართული ოცნება, იქ მოხდება. ყველაფერი რაც ხდება, ხდება უკეთესობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ხდება პროცესის კრისტალიზაცია, სულ უფრო და უფრო უკეთ იცნობს საზოგადოება ამა თუ იმ პოლიტიკოს და პოლიტიკურ ჯგუფებს და მე ვფიქრობ, რომ მხარდაჭერა საზოგადოებას, როგორც ვთქვი უკვე, ექნება იმ ძალების, იმ პოლიტიკოსების მიმართ, სადაც დაინახებენ წფელ დამოკიდებულებას საკითხებისადმი და არა თვალთმაქცობას და არა არაფორმალური მმართველების შემსრულებლებად ქცევას. ამ ყველაფერს დაინახავს, როგორც მე ვხედავდი პროცესს, როცა პოლიტიკაში ჩართული არ ვიყავი, მაგრამ არათუ ვცდილობდი აშკარად შესამჩნევი იყოს, სად იყო სიყალბე და სად იყო სიმართლე. ხო, ახლაც ადამიანები, რომლებიც წყარო არიან ხელისუფლების, განსაკუთრებით აი ბოლო წლების განმავლობაში მრავალმხრივ გამოცდილება მიღებულნი, მიხვდებიან, სად უნდა გააკეთონ მათ არჩევანი, სად არის სიმართლე, სად არის ისტორიული არჩევანის, ევროპული ქართული იდეის დაცვის საუკეთესო. დიდი მადლობა. ამაში ვარ დარწმუნებული და ეხა პოლიტიკა არ არის რაღაც წინასწარმეტყველების სფერო. მადლობა ნიკამელიას. ნიკამელია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.